მარმალოს ჯუჯა კოხინხინი. ესეც დეკორატიული ჯიშია, კუდი არა აქვს. კაცს არ უყვარვარ. კი. არ უყვარხარ? არა. მე პირადად გადავწყვიტე, რომ ყველაფერი სახში 90% რასაც ვიკვებებით, ყველაფერი არის ნატურალური და სახში მოწეული. მე უფრო ეს მეგონებოდა მაფიის ბოსი. ისეთი შავია. აი აქედან არის გამოჩეკილი ეს პატარა უსაყვარლესი არსება. რომ ერთი კვერცხისგან რამდენი დანაყდით მეთქი და 8 რო შევწვიო 8 ადამიანიო ჩვეულებრივად დავნახდით. მხოლოდ მაგ შეიძლება შამპანურის დაყინება. დაინახე? მაგარია. ეგეთ ტემპერატურაზე იქნება ღვინო რა. ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი მოსავალი იქნება, ამიტომ და ამას აკეთებს ტექნოლოგიას, სწორედაც, ანუ ხელის ხლება არ გიწევს და 1000 კვადრატზე ჯდება მხოლოდ და მხოლოდ 25 ლარი. პროფესიით ინჟინერი გახლავართ, მაღალზაბოს ვასწავლი დაახლოებით 8 წელია თბილისში. პანდემიის დროს გადავედით ონლაინ სწავლებაზე და შესაბამისად გაჩნდა თავისუფალი დრო, დიახ, რომ რაღაც გვეკეთებინა და ეს ყველაფერი დაიწყო პირველად მარნის მშენებლობით. პანდემია რომ მორჩა დაუბრუნდით თბილისში. გავაგრძელე საქმიანობა და ერთ დღეს ვხედავ გადაცემას, თქვენს გადაცემას, ფოტოშორის და ამაზე მოგწერეთ კიდევაც Facebook-ზე, მადლობა გამოვხატე, დაახლოებით ეს იყო 2-3 წლის წინ, რომ ძალიან მომეწონა თქვენი გადაცემა. იქ იყო საუბარი რაზე, რომ სოფელში რა შეიძლება ადამიანმა დაიწყო, რა შეიძლება გააკეთო. არაფერი ბევრი განსაკუთრებული დანახარჯები. საწყის ეტაპზე როგორ შეიძლება რა გაგვეკეთებინა, ეს მოვისმინე თქვენი გადაცემის წყალობით და დავიწყე ფრინველების მოშენება თავიდან. ეხლა დაახლოებით 15-20 სახეობის დეკორატიული ფრინველები ყავს. სხვადასხვა ბროილერისა და თურქული მეკვერცხულის ქათმები ყავს. შემდეგ მოვიყვანეთ უკვე შვიცბრაუნის ძროხა ჩამოვიყვანეთ, რამაც ძალიან გაამართლა ჩვენს პირობებში. ასევე ყავს ჩვენი ადგილობრივი დეკეულის ნაჯვარი ჯერსისთან და ისიც ძალიან კარგი საქონელი დადგა და ამის შემდეგ უკვე გადავწყვიტე უფრო გაფართოება და დავთესე მოკლედ ყანა რომ ამ ყველაფერს ანუ ეს ყველაფერი რამდენ წელში? 3 წელიწადში მოვახერხე ეს ყველაფერი. აი ასეთი ენთუზიაზმი იყო თქვენი გადაცემის წყალობით. ჩვენ გვაბრალეთ? კი, ნამდვილად თქვენი ბრალია და აი ამ გადაცემას ეხლა რასაც ჩავწერთ, კარგი იქნება თუ ერთი ადამიანი მაინც გამოგვეხმაურება და იტყვის, რომ თქვენი გადაცემის წყალობით ესეთ კარგ რამეს ჩაეყარა საფუძველი. როგორ მიხარია? ცოტა სიტყვებს ვეღარ ვუყრი თავს, ძალიან ბედნიერი ვარ. ალბათ ერთ-ერთი მთავარი იდეა თქვენთვისაც არის ეგ. რომ ვიღაცისთვის გახდეთ мотивация, თუნდაც ერთი ადამიანისთვის. მაქსიმალურად შევეცდები გადმოვცე მარტივად თუ რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა სოფელში, ვისაც სურს სოფელში დაბრუნება, ან სოფელში არის უკვე, რა შეიძლება გააკეთოს და როგორ შეიძლება მიიღოს სარგებელი. ეხლა ხშირად მეკითხებიან, როცა ეს დეკორატიულები მოვიყვანე, მაგალითად ფარშევანგი, მეკითხებიან ესეთ რაღაცას. თუ შეიძლება ფარშევანგი შევჭამოთ, ფარშევანგი არ უნდა შევჭამოთ. ჯერ ერთი, იმიტომ რომ ძალიან ძვირადღირებული ფრინველია და მისი ხორცად გამოყენება არ არის რეკომენდებული. სხვათა შორის, აი ხმა გაიგონეთ ახლა. საუკეთესო გუშაგია. მიუხედავად იმისა, რომ ფერმას დობერმანები, ჯიშის ძაღლები ყავს და ისინი იცავენ, განახებთ შემდეგ. ესენიც საკმაოდ კარგი დამცველები არიან. პატარა რაღაცამ რომ გაირბინოს. იმ წამსვე შეგვატყობინებს. დაახლოებით 300 მეტრში ისმის ამისი ხმა. ოდნავ რამე რო გაძურეს ღამე რაღაც ისა ეგრევე გვაძლევს სიგნალს. ეს არის აბრეშუმი. ნახე როგორ ის აქვს. ვაიმე. რა ფაფუკია. აბრეშუმის ქათამი და თვითონაც ესე დასახელებასაც ამართებს. აბრეშუმივით ნაზი ბუმბული აქვს და საოცარი და ძალიან მშვიდია, ხო? ძალიან მშვიდია, ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი ჯიში არის ეს. ესე მშვიდად არც ერთი ფრინველი არ გაჩერებულა ჩემთან. ეს არის მარმალილოს ჯუჯა კოხინხინი. როგორ? მარმალილოს ჯუჯა კოხინხინი. ესეც დეკორატიული ჯიშია, კუდი არა აქვს. 8 კილოგრამს აღწევს და მეხორცული მიმართულებაც აქვს. ეს უფრო დეკორატიული. აი, შემდეგს განახებთ ახლა. მე ავხმობ ჩემს აბრეშუმს ჯერჯერობით.
ნახოთ ვინ ჩაანაცვლებს. ეს არის ლაკენფერდერი. ლაკენფერდერი. არის მეკვერცხული ჯიში და ლამაზიც. ცოტა გამლახა. ხო. ძალიან ლამაზია და სოფელში გასამრავლებლად არის საუკეთესო რა. მეკვერცხულიც არის და იშვიათად ლამაზია. ყველას ესეთი შეფერილობა აქვს, კისერზე ესეთი ჯაჭვის ისა აქვს. როგორ კვერცხს? რომ განსაკუთრებული არაფერი ჩვეულებრივი სოფლის კვერცხს, როგორც სოფლის ქათამია ეს. კოჩორაშვილია? ხო. კოჩორი აქვს, ამით არის განსაკუთრებული და დეკორატიული. ჰოლანდიურია. ჰოლანდიური ჯიშია, დიახ. გვიყვარს ჰოლანდიელები ძალიან. ლამაზია, ვისაც მოწონს შეუძლია ესეც გაამრავლოს. ძირითადად 7-ია? არც ის. კაი. ეს არის ვაიმე. ჯუჯა მილფერი. აი, ვაიმე. ეს გამოირჩევა თავისი ბუმბულის წითური სილამაზით, ხო. ამას აშენებს ბათუმში არის რომა მაკარაძე, ესეთი ადამიანი, რომელიც აქვს გარდენიე, მცენარეების უზარმაზარი ბაზა აქვს. ეს თავისი შეფერილობის გამო არის, თან ჯუჯა ჯიში არის. ეს ჯუჯა, ეს არის მაქსიმუმი, რასაც აღწევს, ხო? მაქსიმუმი, რასაც აღწევს, ხო. კონტაქტორი საყვარელი, ლამაზი. ასეთი ვერცხლისფერებიც არსებობს და საკმაოდ. რა არის იდეა დეკორატიული ფრინველების ყოლის? თქვენ შემთხვევაში ეს არის უბრალოდ ვიზუალური სიამოვნება? შემთხვევაში ბათუმში მიყვავდა პატარები ყოველთვის ოჯახს კონტაქტურ ზოოპარკში. აჰა. სადაც არ იყო მაინც და მაინც ბევრი შესაძლებლობა, იმიტომ რომ ეს სავაჭრო ცენტრის შენობაში იყო და ბევრი ცხოველი და ფრინველი ვერ დაეტევა და რატომაც არა ვიფიქრე რომ დეკორატიულიც ყავდეს. და მინდა აღვნიშნო, ვინც იქნება ქობულეთში, ვინც იქნება ამ სოფლის, კვირიკე ქვია ჩვენ სოფელს ახლოს, სულად უფასოდ შეუძლია მოვიდეს და ყველა ფრინველს ესე ვთქვათ მოეფეროს კონტაქტური ზოოპარკივით გვაქვს ესე ვთქვათ. ხო, ეს არის ფენიქსი, რომელსაც კუდის ზრდა არ წყდება, დაახლოებით 3 მეტრამდე ეზრდება კუდი. ესეც ახლა ცოტა ქვიშიანი ის არის და როგორც ცოტა უზიანებს, თორე რომ დაჯდება ზემოთ, დაახლოებით 9 მეტრზე აქვს კუდი ჩამოშვებული და იაპონიაში ისე აკეთებენ, რომ ძირს არაფერმა არ დაუზიანოს და დაახლოებით 3 მეტრს აღწევს ამ ჯიშის ქათმის კუდი, ხო. ეს ბატი არის ბარბარეს საკუთრება, ესე ვთქვათ და ბარბარე რა დაარქვი, შენ საყვარელ ბატს? მარიამი. წარმოგიდგენთ მარიამ ბატს ბარბარესთან ერთად. მითხარი რატო გიყვარს ბატი ასე ძალიან? იმიტომ რომ ფუფულა. როგორ უვლი ბატს? შენი და ბატის სიყვარული რაში გამოიხატება? ბატს არ უყვარვა. კი. არ უყვარხარ? რატო ფიქრობ რომ არ უყვარხარ? აი, ლალა, ნუ კი გიერთება თავისი იხრი. მივარ გარბის. აბა გაგვაცანი ეს ვინ არის? ლანა. ლანა? ლანა დაარქვი? ბარბარე მითხრა რომ მარიამს არ უყვარ, მარიამ ბატს არ უყვარვარო და შენ ლანას უყვარხარ? კი. მისი გაზრდილია, როგორ არ უყვარს. ანუ ძაღლები უფრო გემეგობრებათ. და კატები. და კატები. ჩემი ძაღლი არის 1 წლის და ნუკის ძაღლი არის 3 წლის. აი, მაფიის ბოსი ის არის, პატარა. რომელია? გამოდი ბარბარე. აი ის რო დადის. როგორ მოიპოვა ეს სტატუსი მაფიის ბოსობის? ხო, ესე იგი, მოკლედ მაინც და მაინც აგრესიული არ არის. აჰა. არ არის და თვითონ აფასებს უყველა მას. ძირითადი ჯიშები აქ ყავს ახლა ფრანგული ბროილერი. აი ეს არის დაახლოებით 4 თვის, ნახეთ რამხელაა მამალი. ბროილერს კარგად ვიცნობთ. ხო, ეს არის დაახლოებით 4 თვის და სადღაც 6-7 კილო იქნება უკვე. კარგი მეხორცული ჯიშია, ძალიან.
და კარგი მეკვერცხულიც, უგემრიელესი კვერცხი აქვს, უგემრიელესი. გიორგი, ანუ გარდა დეკორატიული ფრინველებისა, მეკვერცხულ და მეხორცულ ჯიშებზეც მუშაობთ, ხო? საერთოდ ეხლა მეფრინველებში ცოტა ისეა, ყველა იძახის რომ ფრინველებს ვაშენებთ და ჩვენ მას ხორცად არ ვიყენებთო, მაგრამ მე პირადად გადავწყვიტე რომ ყველაფერი სახში 90% რასაც ვიკავებებით, ყველაფერი არის ნატურალური და სახში მოწეული. ძალიან მაგარია. თან ასეთ მცირე დროში მე ყველაზე მეტად ეს მაოცებს. გონია რომ ცოტას მატყუებთ თქვენ. არა, წინა პირობას გეტყვით მხოლოდ. ჩვენ ბავშვობაში რაღაცებს ხედავდით პროცესებს. თლად მთვარიდან არ ჩამოსულა. ანუ რაღაც პროცესები ჩემი მშობლების წყალობით ვიცოდი, როგორ უნდა მოგვევლო თქვათ ქათამს. სხვა არაფერი რა. და მგონი ამას ელოდებოდით, ხო, რაღაც პერიოდის შემდეგ ამ ყველაფერმა იფეთქა და იფეთქა თავიდან ეს არის თქვენი სუპერ ძალა. სულსაც ჭირდებოდა და აი თქვენმა გადაცემამ ანახა მარტივად როგორ შეიძლება ამის კეთება რა. მე უფრო ეს მეგონებოდა მაფიის ბოსი, ისეთი შავია. ეს არის ლევან ფაღავამ საჩუქარი არის ესა. ძალიან სერიოზულად მოკიდა ხელი, ზოოპარკი გააკეთა, ესე ვთქვათ, ცხოველებიც ყავს და ფრინველებიც ყავს და ესეთი, ესე იგი, ამას ნისკარტი, თვალი, ბიბილო, ცხვირი, ფეხი, ძვალი, ყველა ორგანო, ყველაფერი შავია, კანი, ყველაფერი შავია. ვა, მართლა? სისხლი შავია აქ? ყველაფერი, არა, სისხლი მუქი. და ყველაზე ძვირადღირებული ჯიშია, როგორც მითხარით. კი, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია. იმიქედან გამომდინარე, რომ კვერცხის გემოვნური თვისებები აქვს, ძალიან მაღალი დონის კვერცხი აქვს, უქოლესტერინო და ძალიან გემოც განსხვავებულია კვერცხის. გემო განსხვავებული, დიახ. გამიჩ ახლა ველოდებით კვერცხები. რამხელა ეს? ეს ალბათ იქნება 3 თვის. ეს სირაქლემები რო წამოვიყვანეთ, მაშინ საჩუქრად გავამატანა ეს წყობა. ყოველთვის მქონდა სურვილი რომ რაღაც ეგზოტიკური ფრინველი მყოლოდა და ყველაზე დიდი ფრინველი მსოფლიოში გახლავთ რა თქმა უნდა სირაქლემა. ამის უპირატესობები რა არის ხა და რისთვის გვჭირდება და რისთვის ჩამოვიყვანე ესე ვთქვათ. ხო ესეც ლევანის ფერმიდანაა ფაღავას. ძალიან საინტერესო ადამიანია ლევანი. ძალიან საქმეში ალბათ ერთი ყველაზე ცნობილი. ყველაზე ცნობილი აქვს საინტერესო ფერმა მარტვილში. ფერმა და ასევე ზოოპარკი და შეგიძლიათ ეწვიოთ და ნახოთ. ძალიან კარგი ფრინველები ყავს, ძალიან ხარისხიანი და ერთ-ერთი არის ჩვენი სირაქლემები, რომლებიც ძალიან დიდი ხანი დაგვჭირდა რიგში დგომა. დაახლოებით 4 თვე. ვა. ნუ ამათ მეპატრონები გამოდარება. ციცილები მიგვეღო, ხო? და სირაქლემები დღეს ჩვენთან არიან. იზრდებიან ძალიან სწრაფად. ესენი რამხელები არიან? აი დაახლოებით 4 კვირის და დღეში იზრდებიან 9 სანტიმეტრს. გიორგი, გარდა იმისა, რომ გაქვთ აზარტი, ყავდეთ ეგზოტიკური ფრინველი. როგორც ფერმერისთვის, თუნდაც კომერციული თვალსაზრისით, რა არის სირაქლემას უპირატესობები? როგორც გავიგე და მითხრეს, აგროჰაბში არის 1 კილოგრამი სირაქლემას ხორცი 48 ლარად ბარდება ჩაბარების. ჩვენთან საქართველოში, ხო? თუმცა ალბათ ვერ გავიმეტებ. აი არსებობს ესენი გავიმეტო, ეს იქნება კონტაქტური ზოოპარკისთვის მობინადრეები, რომლებსაც ესტუმრებიან. ეს იზრდება დაახლოებით 2 მეტრ-ნახევარი, ნუ მაქსიმუმ 3 მეტრსაც აღწევს სიმაღლეში სირაქლემა. წონით მამალი დაახლოებით 150 კილოგრამამდე იზრდება და კვერცხიც აქვს, როგორც ვიცი, უნიკალური. თუ არა? ვერცხიც, ხო, მოგვიტანს ახლა კვერცხს, გვაქვს კვერცხი. და განახებთ რა ზომის არის. ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ფრინველად ითვლება ჩვენი. დასვით აბა თუ გაიარეს. თან არ მინდა რომ გაუშვა და თან არსად არ წავა, არსად არ წავა. ვაი. ზემოთ არის, ზემოთ იქ მეუჯრეში. ძალიან საყვარელია, მაგრამ 2-3 თვის საყვარელია, რომ იზრდება, მე ვიცი, რომ ძალიან აგრესიულები არიან. ეს არ გაშინებთ, გიორგი, თან ვიცი, რომ იცით სხვა მეპატრონეების ცუდი გამოცდილებებიც. რასთან დაკავშირებით? სირაქლემას აგრესიული ქმედება სირაქლემას ეწყება 2 წლიდან, უკვე მომწიფების ასაკიდან და მხოლოდ გაზაფხული 3 თვე არის მოსარიდებელი. იმ ბოილერში, სადაც არის მიაწვდი მხოლოდ საკვებს და წყალს, არ უნდა შეხვიდე, რომ ფეხით იცის დაზიანება. სხვა შემთხვევაში აბსოლუტურად უსაფრთხოა მისი გამრავლება და ძალიან წყნარი ფრინველია, ძალიან მშვიდი ფრინველია და
საოცარი აპირებს მომრავლებას. დაიმსახურა ჩვენგან. კი, რა თქმა უნდა, კი. აჰა. და ამათ სჭირდებათ იზოლირებული თავიანთი სივრცე შედარებით, უკვე როცა იზრდებიან, მაინც და მაინც ძალიან დიდი შეიძლება არ იყოს. მაჩვენეთ? თელს ჩამოვიტანს. ვა! ანუ ხალხმა სისქეს შეხედეთ. რა მაგარია. კერამიკა გეგონება ისეთია. ხო, განსაკუთრებული მოვლა რაც ჭირდება, არ უნდა იყოს ფერდობი და არ უნდა იყოს დახრა, იმიტომ რომ ოდნავი დაცემის შემთხვევაში ფეხი ტყდებათ სირაქლემს. ერთადერთი იმუნიტეტი აქვს საოცარი გამძლე ორგანიზმი აქვს, პრობლემა აქვს ფეხის. კიდურების პრობლემა აქვს, ხო? ფეხი როცა იქცეს, ფეხი მოტყდება. აი აქედან არის გამოჩეკილი ეს პატარა უსაყვარლესი არსება. გიორგი, კვერცხს რა ინტენსივობით დებს? როცა იწყებს ყოველდღიურად და არის ხო, ძალიან ესეთი კედელი აქვს, ნახეთ, აქედან გამოიჩეკა უკვე ჩვენი წიწილი. კედელი აქვს ძალიან სქელი, ბევრი კალც ხარჯავს და ასეთ პერიოდში ჭირდება განსაკუთრებული კვება, სპეციალური კვება სჭირდება სირაქლემას, რომ გაუძლოს ამ დატვირთვას, რასაც ართმევს კვერცხის დება. რა ინტენსივობით დებს კვერცხს? დაახლოებით 3 მილი ყოველდღიურად. ყოველდღე, ხო, და 3 მილიმეტრი. სხვათა შორის ლევანს ვკითხე, რომ ერთი კვერცხისგან რამდენი დანაყდით მეთქი და 8 რო შევწვიო, 8 ადამიანიო ჩვეულებრივად დავნაყდით რა. ერთი კვერცხი სირაქლემას. კილო ნახევარს აღწევს, კილო და 300. ვალა, ეს ჩამოვიყვანეთ კავკასიური შვიცბრაუნის ზოგი სომხურ შვიცს ეძახის ძალიან მაღალი წარმოდობის ძროხა არის ჩვენს პირობებში კარგად შეგუებული და ახალ ლაქტაციაზე დაახლოებით 20-25 ლიტრა რძე მოგვცა დღის განმავლობაში, ხო. ეს მეორე არის ადგილობრივი გამოყვანილი ჯერსისთან და ძალიან კმაყოფილი. ჯერსი ძალიან მიყვარს და რა ამაზე ფერია. ჯერსი არის მაღალცხიმიანი, 12%-ს აღწევს მისი ცხიმიანობა რძის. სოფლიოში ყველაზე ცხიმიანია, შვიცის 5-6% ცხიმიანობა, თუმცა ყველი გამოსდის რაღაცა ფანტასტიკური, არნახული. შვიც, ხო? კი, დააგემოვნებთ ახლა აჩმას. და პროდუქტიულობით შვიცი ლიდერობს. კი. კი. ჯერსი როგორი წველება? წველადობით ორივე კარგად. წველის პროცესი ძახით? ძალიან სწრაფად. აი, გამოყვანილ ჯიში რატოა საინტერესო და რატო ურჩევ ყველას. შეიძლება კონდეს სოფელში ყავდეს როხა, შეაჯვარო უნდა ხელოვნურად და რატო? იმიტომ რომ იმაზე იმუშავა ბევრმა სელექციონერმა, რომ ის წველა ყოფილიყო მარტივი, რძე ყოფილიყო გემრიელი, ბევრი ესაა დახარჯული. აპირებთ გაფართოებას. რა თქმა უნდა, გვინდა, იმიტომ რომ ერთ-ერთი შემოსავლიანი დეკორატიული ფრინველები კარგია, კონტაქტური ზოოპარკიც კარგია. მაგრამ როგორც შემოსავლიანი არის საქონელი და მეწველი ძროხა. აღმოვაჩინეთ რა აქ ფუძეზე ძველი ქვევრი, ოჯახის საგვარეულო დაახლოებით 200 წლის წინანდელი ქვევრი. რაღაცნაირად გაიღვიძა ჩემში სურვილი, მაგრამ ესე იგი მუშაობს ქვევრი და ჩვენთან იმუშავებს. ოღონდ გავითვალისწინეთ ის, რომ მიწიდან მაღლა, მაინც ზღვისპირა რეგიონი ვართ და აუცილებლად ცოტა შემაღლებულზე უნდა გაკეთდეს, თლად მიწაში ვერ ჩაფლათ და იმუშავა იდეალურად. ჩვენ შეგვიძლია დავადეგუსტიროთ მოსავალი. აუცილებლად. რამდენ ღვინოს აწარმოებთ? რამდენ სახეობას აწარმოებთ? ჯერჯერობით 3, ეს არის ციცკაცოლიკაური, დირბულა, ძალიან მაგარია, რომელსაც ახლა გავსინჯავთ და სასუფრეთ რქაწითელი ეხავე მოვიტანთ ას. როგორ ნელა გადმოდის. უკვე შეიღება მინა. კი. ეს არის საბარძიმე ღვინო, არის ენდემური და არ არის გამოყვანილი და საკმაოდ მოთხოვნადი და ძალიან საინტერესო. აი მეტალიც კი შეღებელია წითლად, მინაც შეიღება წითლად და დიახ, სულ ერთი პატარა წვეთიც რო ტანსაცმელზე ესა გადავიდეს, არ ცილდება. ჭიქაში ერთი წვეთიც რო დარჩეს და წყალი დაამატო, მთელს ჭიქას აშავებს. დაგილოცავთ გადაცემას. ძალიან მაგრები ხართ, ძალიან კარგ საქმეს ემსახურებით და მიხარია, რომ მრავალი წელია ხართ ქართულ სივრცეში და დარწმუნებული იყავით, რომ ჩემსავით არაერთი ადამიანი
არის თქვენი ბენეფიციალი, ესე ვთქვათ, თქვენი საქმიანობით დაიწყო ბევრმა მიხედა სოფელს, მიხედა ესე ვთქვათ იმ შესაძლებლობას, რაც აქვს ადამიანს სოფელში და მადლობა თქვენ ამისთვის. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. და კიდევ არც ერთ მარანს არ აქვს ესეთი რამ ძველი მესხური ტრადიციით გავაკეთე დარანი. დარანი ქვია, ეხლა რო ჩავალთ იქ. მხოლოდ მაგ შეიძლება შამპანურის დაყენება, ესეთი ბოლომდე რო არ არის დაღვინებული, ჩაიტან და პროცესს აჩერებს რა. არსად არ მინახია ესეთი რამ და ამაზეც ვისაუბრეთ. ნახეთ წამო როგორი ტემპერატურაში. როგორ მოგაფიქრდათ ამის გაკეთება? თან მით უმეტეს არსად როგორ გინახავთ? ვიცოდი როგორ ინახავდნენ პროდუქტს მესხები. და აი ჯვრის ფორმითაა გამოჭრილი. მან სამომავლოდ იქნება ჩადის ტემპერატურას მიხვდები. დაინახე? რა მაგარია. ეგეთ ტემპერატურაზე იქნება ღვინო რა. რა მაგარია. ეს ალბათ სიღრმე განაპირობა. ეგ შეიძლება, ხო და აი ჯვრის ფორმითაა ესე მოეწყება აგურით ასევე და შეინახება უკვე ბოთლის წარმოებაზე რო გადავალ, აქ იქნება საწყობი. ვინი ფიქრებს ახლა ქობულეთში რომ ვარ სიმინდის ხანაში? კი. თან ამის თანაში, ამ ხელაში. კი, დაახლოებით ჰექტარი და 12000 კვადრატზე არის სიმინდი დათესილი და 2000 კვადრატზე ლალავ ცადე ლობიო. ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი მოსავალი იქნება, იმიტომ რომ თან რას აქვს მნიშვნელობა, ბევრი ათეული წელი არ დათესილა ლობიო და იმ ნიადაგისთვის არის შესაბამისად სულიად აითვისებს შესაძლოა ლობიოს კარგს ველოდებით, ასევე სიმინდსაც დაახლოებით 12000 კვადრატზე უნდა მოვიდეს 8 ტონამდე სიმინდი უნდა მოვიდეს. ოჰო, ეს პირველი მოსავალი იქნება? წელს პირველად ცადე ხო. ვა, რა მაგარია. ხო, და რაც უნდა უთხრა ყველა ფერმერს და დამწყებს. არსებობს ისეთი ტექნიკა, რომელიც ამას თესავს, ხედავთ ხო, რიგშია დათესილი. თესავს, სასუქსაც თვითონ აძლევს. ეს შეთოხნილია, როგორ კარგად არის შეთოხნილი, ხო უყურებთ? ამასაც თვითონ აკეთებს? თვითონ თოხნის. ამოდენა ყანის შეთოხნა არის შეუძლებელი ფაქტიურად ოჯახის პირობებში, თუ მუშახელი არ დაიქირავე და ამას აკეთებს ტექნოლოგიას, სწორედაც ჩემი მეგობარია ბატონი თამაზი, რომელიც ამას თესავს, მარგლის, სასუქს აძლევს და ფაქტიურად ბოლო შეტეხვამდე მიყავს ყანა, ისე რომ ადამიანი ჩარევას შიგნით არ სჭირდება, მაინც და მაინც ძვირი არ ჯდება, რო იცოდეს საზოგადოებამ, რომ შეძლოს ყველამ 1000 კვადრატის დათესვა ჯდება 25 ლარი და გათოხნაც 25 ლარი, ეს არაფერი არ არის. ესე გათოხნაში შედის სასუქის მიცემას, თვითონ აკეთებს ამას. ანუ ხელის ხლება არ გიწევს და 1000 კვადრატზე ჯდება მხოლოდ და მხოლოდ 25 ლარი. რაც ყველა ფერმერს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დათესოს და მოიყვანოს თუნდაც დიდი მასშტაბებით. წინვალე იდეას აწვდით იმ ადამიანებს, ვისაც ნაკვეთები აქვთ და აუთვისებელია. სამწუხაროა, რომ ამ პატარა ქვეყანაში ერთ-ერთი პრობლემა მნიშვნელოვანი არის მიწის ათვისება, ხო, რამდენი დაუმუშავებელი. ბევრი დაუმუშავებელი მიწაა და გამოიყენეთ ხალხო ეს რესურსი. ყველაფერს აკეთებს მანქანა. თქვენ ბოლოს ისიამოვნებთ მხოლოდ შედეგი. მოსავლის აღებით. კი ბატონო. ჰიბრიდს თესავს ბევრი, არ არის ჰიბრიდული, ესეც რო იცოდეთ. არის ჩვეულებრივი ქართული აბაშის რო ეძახიან, აბაშის სიმინდი. რას უპირებთ მე ამ სიმინდს, გიორგი? ის რაც ვნახეთ ვიდეოში, გამოვკვებავთ საქონელს და ფრინველებს. შესანიშნავი. არის ექსპერიმენტი თქვენს მეურნეობაში, რომელმაც არ გაამართლა? არ არსებობს ეგეთი რამ, თუ ადამიანი გულით მიუდგება საქმეს, ყოველთვის შედეგს მიაღწევს. ყოველთვის არ არსებობს რომ არ იყოს შედეგი. მოკლედ თქვენთან სტუმრობისას თავისუფლად შეიძლებოდა 1-5 გადაცემის მომზადება რა. იმდენი ამბავი ჩავატიეთ 1-20 თუ 25 წუთში. და მახარებს რომ ამაში ესე მთელი ოჯახი ხართ ჩართული. არ ვიცი კადრებში რამდენად გამოჩნდა. აი ამ რაღაცა ერთიანობით კეთდება და მიიღწევა ალბათ ესეთი შთამბეჭდავი შედეგი. ერთ რაღაცას დავამატებ კიდე რა. ვინც დამწყები ხართ ოჯახის წევრებიდან ყოველთვის არის კინკლაობის მომენტი, რაღაცას რო იწყებ, შეიძლება არ გამოუვიდეს. მაგრამ მე როდესაც იწყებ, ყოველთვის ამან არ დაგაბრკოლოთ. პირიქით ყველაფერშიც მეხმარება და კიდევაც წელში აი
მომისმენია კიდევ 12000 მეტრზე ყანა დავთესეო ერთი მომისმენი. როცა რომ დასაწყისში ცოტა სკეპტიკურად უყურებდა. ასე რომ ამან არ დაგაბრკოლოთ პირიქით, როდესაც კარგ საქმეს ემსახურებით, ეს ყოველთვის შედეგიანია და კარგია. ხო და ისღა დამრჩენია მთელი გულით, გისურვოთ წარმატებები, განვითარება, გაფართოება, თქვენი იდეების რეალიზება, აუცილებლად და საუკეთესო შედეგები. თქვენნაირი შრომის უნარიანი ხალხი ჭირდება ჩვენს ქართულ სოფლებს და ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ამიტომ დიდი მადლობა. მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს და გაიხარეთ ყველა. აუცილებლად დავბრუნდებით თქვენ. გაიხარეთ. დიდი სიამოვნებით გიმასპინძლებთ. გაიხარეთ. მადლობა. ქობულეთის სოფელ კვირიკედან გემშვიდობებით, მგონი საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა. თუ კიდევ ერთხელ გინდათ გადაავლოთ თვალი, მე ვარ ფერმერის Facebook გვერდზე, YouTube-ის არხზე, შეგიძლიათ გვიყუროთ. ჩვენ კი გავაგრძელებთ თქვენთვის საინტერესო თემებზე მუშაობას და ერთ კვირაში შეგხვდებით. დროებით.